გამარჯობა, ვარ თამი. მე ვარ მარიამი, ეს არის მესამე ფილმი პროვის შესახებ. წინა ორ ფილმში ჩვენ ვისაუბრეთ კითხვარის შედგენასა და მონაცემების შეგროვებაზე. ეხლა კი მესამე ფილმში ვისაუბრებთ მონაცემების ანალიზზე. ისევ თამუნა უპასუხებს დროს ჩემს შექმნას. თამუნა, რას ვაკეთებ მას შემდეგ, რაც უკვე ჩავატარეთ ინტერვიუ და შევაგროვეთ მონაცემები? პირველ რიგში საჭიროა ეს მონაცემები, რომელიც გამოკითხვის შედეგად მივიღოთ, შევაყვანოთ პროგრამაში. თქვენ სლაიდზე ხედავთ სტატისტიკურ პროგრამ SPS-ში შეყვანილ მონაცემებს, ეს არის მონაცემები. შემდეგ სლაიდზე კი ნახავთ იმ სვადების ჩამონათვალს, რომელიც სიქსაკითხებს რესპონდენტებს, ხო? ამ SPS-ის პროგრამის არქივის გადასარევი ფუნქციები შეუძლია დაითვალოს სიხშირეები და პროცესები, რომელიც შემდეგ შეგვიძლია წარმოადგენს ხვილებთან დიაგრამების საშუალებას. ამ სლაიდზე თქვენ ხედავთ დიაგრამას, ეს არის კითხვა, რომელიც ჩვენ დავუსვით ჩვენს რესპონდენტებს კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვაში. კითხვა ის, როგორ ფიქრობთ, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ თქვენნაირ ადამიანებს აქვთ თუ არა იმის უფლება, რომ თქვენ რასაც ფიქრობენ. ამ კითხვაზე, როგორც ხედავთ თვითონ სკრინიდან, 50% რესპონდენტთა 50% საქართველოში თქვა, რომ კი, ისინი ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს აქვთ იმის უფლება, რომ თქვენ რასაც ფიქრობენ. ამ მოსაზრებას იზიარებს 39%, 10%-მა არ იცის ამ კითხვაზე პასუხი, ხოლო 1%-მა უარით განაცხადა ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად. იგივე მონაცემები შეგვიძლია ზუსტად წარმოვადგინოთ დიაგრამის სახით, როგორც ამის ერთი წუთი თამუნა, თუ შეიძლება რომ გითხრა, როგორ რა ინფორმაციას ხედავთ ამ დიაგრამაზე, როგორ უნდა წავიკითხოთ ეს დიაგრამა? კი ბატონო, ზუსტად მაგას ვაპირებდი. აქ არის ისევ იგი სათავეების კითხვა, რომელიც ჩვენ და აქედან ჩასვა საქართველოში რესპონდენტთა 51%. მან ზუსტად იგივე რაც თქვით პირველად, რომ 51%-მა თქვა დაეთანხმა მოსაზრებას, არ დაეთანხმა 39%, 10%-მა უარი თქვა და 1%-მა უარი თქვა და 10%-მა თქვა, რომ არ იცის ამ კითხვაზე პასუხი. ეს არის შევკრიბოთ ეს რიცხვები, გამოსაჭრელი 100%, და ეს არის რესპონდენტთა ის რაოდენობა, რომელიც გამოკითხავთ ჩვენს საქართველოში. მოდით სხვა სლაიდებიც ნახოთ, სხვა დიაგრამებიც. მაგალითად ეს. აქ დავაკვირდებით, აშკარად უფრო მეტია ამ მაჩვენებლების ჯამი 100%-ზე. ეს როგორ ხდება? რატომ ხდება? დიახ, ამ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ რესპონდენტებს ვიტყვით, რომ დაესახელებელი 3 პოლიტიკური რეფორმა და იმის გამო, რომ ზუსტად რესპონდენტის საშუალება ჰქონდეს რამდენიმე პასუხი ერთხელ, ამიტომ არის, რომ ეს მაჩვენებლები არ იქნება 100%-ზე, ანუ უფრო მეტია ვიდრე 100%. უბრალოდ ამ რამდენიმე პასუხის გამო. კიდევ რა ტიპის ანალიზის გაკეთება შეიძლება მონაცემებში? კიდევ შეგვიძლია ნახოთ კავშირი ორ ცვლად შორის. მაგალითად, შემდეგ სლაიდზე აქ ჩანს კავშირი ორ კითხვას შორის. პირველი კითხვა არის რესპონდენტებს ასაკი, ან ჩვენ ვაკეთებთ რესპონდენტებს თუ რა ასაკის არიან ისინი. და მეორე კითხვა იყო ყველაზე მეტად რომელ ტელეარხზე ადევნებენ ისინი თვალს რომელ ტელეარხებს უყურებენ, ასე ვთქვათ, საქართველოში პოლიტიკასა და მიგრაციული მოვლენების შესახებ. ამ დიაგრამაზე ზუსტად არის აღწერილი ეს კავშირი. მოდით წავიკითხოთ, ესე იგი, იმ რესპონდენტებიდან, რომლებიც უყურებენ რუსთავი ორს, 26% არის 18-დან 30 წლამდე ჯგუფში, ასაკობრივ ჯგუფში, 14% არის 11-დან 40 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, 18%-ია 51-დან 50 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში და ასე შემდეგ. ანუ აქაც ფაქტიურად 100%-ად არის აღებული რუსთავი ორის მაყურებლები. ეს უბრალოდ დიაგრამა არის კარგი საშუალება იმისთვის, რომ ესე ვთქვათ, კარგად გამოჩნდეს, ადვილად ასახმელი იყოს ეს მონაცემები. ჩვენ ხედავთ, რომ რუსთავი და იმედი დაახლოებით ერთნაირი შედეგებს გვაჩვენებენ, ანუ ასაკობრივ ჯგუფის მიხედვით პროცენტული მაჩვენებლები დაახლოებით ერთნაირია. აგრეთვე შეგვიძლია ნახოთ სხვა ტელეარხებზე. ამ დიაგრამაზე მაგალითად ვხედავთ, რომ არსებობს აშკარად რაღაცა კავშირი იმასთან, თუ რა ასაკის არის ადამიანი და რომელ ტელეარხს უყურებს. მაგრამ რაიმე გავლენას ახდენს მაგალითად ასაკი
არქის არჩევაზე, ანუ რუსთავის უყურებს ადამიანს იმედი, ახლა საფრთხე არის დამოკიდებული. იცით რა არის ამ კავშირში მაგ შეგვიძლია ნახოთ უბრალოდ კავშირი ორ ცვლად შორის და არაფერი არ შეგვიძლია თქვა იმის შესახებ თუ ახდენს თუ არა ერთი ცვლადი გავლენას მეორე ცვლადზე. ამას ასეთი რაღაც რომ თქვა ამის საჭირო ოფიციალური ანალიზი, რომელსაც ახლა ჩვენ ამ ვიდეოებში ამ ფილმებში არ განვიხილავთ. შემდეგთვის მოვიტანოთ. გასაგებია. კიდევ რისი ცოდნა არის საჭირო მონაცემების ინტერპრეტაციის დროს? კიდევ აუცილებელია ვიცოდეთ ის, რომ ანუ ყოველთვის, როდესაც მონაცემთა ანალიზს ვაკეთებთ, საჭირო არის, რომ თავი შევიკავოთ სუბიექტური ინტერპრეტაციისგან. და აუცილებელია წარმოვადგოთ მხოლოდ ის მონაცემები და ის ინფორმაცია, რასაც ჩვენ ეს ცვლადი გვაძლევს. და აქეთ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ ყოველთვის კონტექსტი. როდესაც ჩვენ რაღაც ანალიზს ვაკეთებთ, აუცილებელია რომ გავითვალისწინოთ ის გარემოება, ის გარემოება, სადაც ჩატარდა ეს კვლევა და ეს კითხვა დაუშვით რესპონდენტებს ამ დროს რა ასე ვთქვათ პოლიტიკური, სოციალური, კულტურული გარემოება. აი დაუბრუნდეთ აი ამ შეკითხვას, რომელიც ჩვენ ახლა წარმოგიდგენთ, ის არის როგორ ვფიქრობთ თქვენ ადამიანებს აქ თუ არა იმის უფლება, რომ დიახ თქვენ ასეც ფიქრობთ, ხო, კავკასიის გადამოჭრიდან. თქვენ ეს დიაგრამა უკვე ნახეთ, მაგრამ ყოველთვის სხვა კუთხით მინდა ყურადღება გავამახვილო. საქართველოში 51%-მა თქვა, რომ აქვს თავისნაირ ადამიანებს იმის უფლება, რომ დიახ თქვენ ასეც ფიქრობთ. ეს პროცენტული მაჩვენებელი, როგორც ხედავთ, სომხეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით უფრო დაბალია, თუმცა გასათვალისწინებელია აუცილებლად ის გარემოება, რომ ეს გამოკითხვა ჩატარდა 2007 წლის 7 ნოემბრის შემდგომ. ანუ ამ მოვლენამ ალბათ განსხვავებული ზეგავლენი მოახდინა ადამიანებზე და ეს გამკითხვა ჩაგუტარებინა თქვათ მანამდე შეიძლება სულ სხვა პროცენტული მაჩვენებელი მიყოლო თავისუფლება. გასაგებია, დიდი მადლობა თამანა. ახლა უკვე შემიძლია წარმოდგენა, როგორ უნდა ჩავატარო რაოდენობრივი გამოკითხვა. არაფრის შემდეგში მე დაგისვავ მაგალითად შენ შეგიძლიათ უკვე თვისებრივი მეთოდის ფოკუსური ჯგუფის შესახებ და გავიგებთ თუ როგორ უნდა ჩავატაროთ ფოკუსური ჯგუფი და რა არის საჭირო ვიცოდეთ სანამ ჩავატარებთ ფოკუსური ჯგუფი. ძალიან დროებით მე 4 ფილმამდე.